მოგესალმებით, დღეს განვიხილავთ ზმნას looks. Როგორც ვთქვით, look ნიშნავს შეხედვას ან ყურებას, მაგრამ ის გამოიყენება ძალიან ბევრ ფრაზულ ზმნაში და სრულიად იცვლის მნიშვნელობას. მოკლედ, ბევრი აღარ ვილაპარაკოთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა და დავიწყოთ. სანამ უშუალოდ ფრაზულ ზმნებზე გადავართ, მოდი ერთხელ და სამუდამოდ გავარკვევოთ ყურებასთან, დანახვასთან დაკავშირებული ზმნებს შორის არსებული განსხვავებები. ესენი არიან see, watch და რა თქმა უნდა look. See არის დანახვა. მაგალითად ვზივარ და ვხედავ ჩიტს აივანზე. შემიძლია თქვა I can see a bird on the balcony. ვხედავ ჩიტს აივანზე. Look ნიშნავს შეხედვას ან ყურებას. მაგალითად look at the picture. შეხედე სურათს. და watch, რომელიც ასევე ყურებას ნიშნავს. მაგალითად he's watching the football match. ის უყურებს ფეხბურთის მატჩს. კიდევ ერთხელ კარგად დავაკვირდეთ განსხვავებას ამ სამ წინადადებას შორის. ესე იგი, sees, watch-სა და look შორის არსებული განსხვავება ორ მთავარ ფაქტორზე არის დამოკიდებული. პირველი ფაქტორი ეს არის განზრახვა სუბიექტის. და ეს რას ნიშნავს? sees შემთხვევაში სუბიექტს არანაირი განზრახვა არ აქვს, რომ დაინახოს ან შეხედოს რაღაცას. ის თავისთვის არის და მისი მხედველობის არეალში რაღაცა საგანი შემოდის, ან რაღაცა სცენა შემოდის. და აქვე გვაქვს მეორე ფაქტორი, რომელიც არის დანახული, აღქმული საგნის მოძრაობა ან არ მოძრაობა. sees შემთხვევაში ესე იგი არა მაქვს ჩემი პირადი განზრახვა, რომ რაღაც დავინახო, მაგრამ საგანი, რომელსაც ვხედავ, შეიძლება იყოს მოძრავი, შეიძლება იყოს უძრავი. რაც შეეხება look-სა და watch-ს, მათ შორის მთავარი მსგავსება ის არის, რომ ორივე შემთხვევაში განზრახვა არსებობს სუბიექტის მხრიდან. ანუ მე მინდა რომ დავინახო, მე მინდა რომ ვუყურო. მაგრამ განსხვავება არის იმ ობიექტის თუ იმ რაღაცის მოძრაობა არ მოძრაობაში, რომელსაც ვხედავ ან ვუყურებ. Look-ის შემთხვევაში საგანი, რომელსაც ვხედავ, არის უძრავი. Look at the picture, შეხედე ნახატს. Look at the wall, შეხედე კედელს. უშუალოდ look at-ის შემდეგ მოდის ხოლმე ის საგანი, რომელიც არ არის მოძრავი, ანუ არის უძრავი. რაც შეეხება watch-ს, watch-იც დამოკიდებულია ჩემს პირად განზრახვაზე, თუმცა საგანი უნდა იყოს მოძრავი, ან ობიექტი უნდა იყოს მოძრავი. ეს რას ნიშნავს? ეს არის სანახაობრივი. მაგალითად, უნდა ვთქვა watch a movie, ფილმის ყურება, watch the match, მატჩის ყურება. ჩვენ უკვე გავარკვიეთ იმაში, თუ რა არის ფრაზული ზმნა. ფრაზული ზმნა არის ზმნას, ნებისმიერ ზმნას დამატებული წინდებულები ან წინდებულთა ჯგუფი. და ხანდახან ეს ზმნა რჩება იგივე მნიშვნელობის მქონედ, რაც ჰქონდა მის პირველად მნიშვნელობას, ან სრულიად იცვლება. და look-თანაც ასეთ სიტუაცია გვაქვს. მაგალითად, look at არის უკვე ფრაზული ზმნა, ეს პირველი ფრაზული ზმნა იყო, რომელიც განვიხილეთ, და ნიშნავს შეხედვას, ყურებას. მნიშვნელობა არ იცვლება, მაგრამ მეორე ფრაზული ზმნა, რომელსაც აწარმოებს look, არის look for, რაც ნიშნავს ძებნას. მაგალითად, I'm looking for the keys. მე გასაღებს ვეძებ, ვერ ვხედავ, სად არის ჩემი გასაღები. I'm looking for the keys. Look after უკვე ნიშნავს ზრუნვას, მოვლას. She looks after her little brother. She looks after her little brother. ის ზრუნავს თავის პატარა ძმაზე. ის უვლის თავის პატარა ძმას. Look up ნიშნავს უკვე მოძებნას, მაგრამ მოძებნას ინფორმაციისას. თუ კი look for ნიშნავს, რომ ვეძებ რაღაცას, მაგალითად ტანსაცმელს, გასაღებს, ქუჩას და ასე შემდეგ, look up ნიშნავს სპეციფიკურად ინფორმაციის მოძიებას. ძირითადად ეს ფრაზული ზმნა გამოიყენება ხოლმე, როდესაც ვთქვათ ლექსიკონში ვეძებთ სიტყვას. მაგალითად, I'll look up the word in the dictionary. Look forward to და დავაკვირდეთ აქ, რომ გვაქვს look forward to. ანუ სამი ნაწილისაგან შედგება ეს ფრაზული ზმნა. პირველი არის ზმნა look და forward to, ანუ ორი თანდებული მოყვება. ეს ნიშნავს მოუთმენლად ლოდინს. აი სიხარულით რომ ელოდები რაღაცას, ეგეთი მოლოდინია. I'm looking forward to the weekend. შაბათ-კვირას მოუთმენლად ველოდები, სიხარულით ველოდები. მაგრამ აქ ერთი პატარა წესი უნდა დავიმახსოვროთ. Look forward to-ს თუ მოყვება ზმნა, ეს ზმნა აუცილებლად უნდა იყოს გერუნდივში, ანუ ing ფორმაში. ზმნების გერუნდივ ფორმა ინგლისურში არის ზმნას დამატებული ing. აქ უნდა გადავხედოთ მართლწერის წესებს, თუ როგორ ვამატებთ ხოლმე ზმნებს ing ფორმას. I look forward to hearing from you. I look forward to hearing from you.
მოუთმენლად ველოდები, სიხარულით ველოდები შენგან ამბის გაგებას. ეს ძალიან კარგი ფრაზა არის ხოლმე სხვათა შორის იმეილების წერის დროს, ოფიციალური იმეილების წერის დროს. და აქ დავაკვირდეთ რას, რომ look forward to hearing. ეს არ არის აწმყო განგრძობითი დრო. აქ ზმნა არის look. look არის აწმყო განსაზღვრო დროში. მაგრამ ნებისმიერი ზმნა ან მოქმედება, რომელიც მოყვება look forward to-ს, აუცილებლად უნდა იყოს ing ფორმით და ეს არ არის ზმნის დრო. ეს არის უბრალოდ ზმნის ფორმა. Look out ნიშნავს ფრთხილად. Look out, there is a car coming. ფრთხილად იყავი, მანქანა მოდის. Look into ნიშნავს გამოძიებას, საქმის შესწავლას. და ხშირად გამოიყენება ხოლმე გამოძიებასთან, ანუ კრიმინალურ საქმეებთან დაკავშირებით. მაგალითად, the police will look into the case. პოლიცია გამოიძიებს შემთხვევას. Look like არის ძალიან უცნაური ფრაზული ზმნა, ნიშნავს მსგავსებას. და ხშირად გონიათ ხოლმე, რომ ეს ნიშნავს მოწონებას, მაგრამ არა, ეს ნიშნავს მსგავსებას, აი მაგალითად ვიღაცას გავდე. მაგალითად, she looks like her mother. ის თავის დედას გავს. Look around არის დათვალიერება. მაგალითად, let's look around the museum. მოდი დავათვალიეროთ მუზეუმი. ან let's look around the city. მოდი დავათვალიეროთ ქალაქი. და დღეისათვის ბოლო ფრაზული ზმნა არის look back on, რაც ნიშნავს გახსენებას. I often look back on my childhood. I often look back on my childhood. მე ხშირად ვიხსენებ ჩემს ბავშვობას. მოკლედ, დღევანდელი გაკვეთილი ჩავამთავრეთ. იმედი მაქვს, რომ გასაგები იყო და იმედი მაქვს, რომ თქვენი ლექსიკონი უფრო მეტად გამდიდრდა. თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. მოიწონეთ ეს ვიდეო და დამიწერეთ კომენტარები, იმიტომ რომ როგორც ხშირად ამბობ ხოლმე, თითოეული კომენტარი ერთი პატარა გულიც კი, რომელსაც ვხედავ ჩემს ვიდეოებზე, კიდევ უფრო დიდი სტიმულია, რომ ვიდეოების ჩაწერა გავაგრძელო, იმიტომ რომ არ არის ეს საქმიანობა, ასე ვთქვათ, მომგებიანი არანაირად ჩემთვის, უბრალოდ ეს არის ადამიანებისთვის, რომელსაც სჭირდებათ ინგლისური სწავლა. და როდესაც ვგებულობ, რომ ვიღაცას ეხმარება ჩემი ვიდეოები, უფრო მეტი სტიმული მეძლევა ხოლმე, რომ ვიდეოები ჩავწერო. დამიჯერეთ ძალიან შრომატევადი პროცესია. საკმაოდ დიდ დრო უნდა ამ ვიდეოების მომზადებას და ატვირთას, ასე რომ გთხოვთ, რომ თქვენი მხრიდანაც მომეცით გარკვეული სტიმული, რომ გავაგრძელო ეს საქმიანობა. ახლა კი დაგემშვიდობებით, არ დაგავიწყოთ, რომ მომდევნო ორშაბათს დაიდება ახალი ვიდეო, რომელიც იქნება მოდალურ ზმნაზე would და დამიჯერეთ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ.